ოთხოთი იყო რეკლამის დროს, ზოგი პირსი ბანდა, ზოგი ხელსი ბანდა, ზოგს კიდე რაღაც რეცეპტები გაახსენდა. არაჩვეულებრივი. ფანტასტიკური ბავშვი. სულ სხვანაირი. კეთი. ძლივს გიცანის ფოტოშოპი. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით მე და შენ. ვიკრიბებით. და ვაკეთებ ამას ყველა. ამ ყველაფერს მიკეთებ. მე კი. ახალ ფილმს ვიწყებ რო. ორჯერ თუ გინდა, თუ გინდა სამჯერ გამომიძახე, მე მოვალ და ამას ყველაფერს. კაი გენაცვლები. რა კარგია. ურთიერთობა. ანალიზა მე მივხვდი ძალიან ვისიამოვნე მე. რაც დარჩა. ეხლა თითქოს ქალებს აღარ გვერიდება ვთქვათ, რომ აი ვთქვათ, ჩავიტარე ეს მასაჟი, ეს იალ სისტემა, ეს მეზოთერაპიას, რასაც ვეძახით, ეს არის გაახალგაზრდავება, გავიკეთე რაღაცა ოპერაცია. გავიკეთე, ხო, იცი, აი ეს გავიკეთე, ცოტა ეს გავიკეთე, ცოტა ეს გავიკეთე. ავწიე თვალი, ხო, ცოტა ავწიე, პერსპექტივაში ეს უნდა ავწიო. მეც მინდა ავწიო. მაინტერესებს, ადრე იკეთებდნენ ქალები, აი პლასტიკურს რა საშუალებებიც იყო მაშინ პლასტიკურ ქირურგიაში. ოღონდ ეს იყო კუბოს კარავე. არაფრით საიდუმლო იყო, აგერ ეკამაც იცის ეს ამბავი. ეხლა შეიძლება რომ გავთქვათ ვინ იკეთებდა? არა, ალბათ არა, ამას ვერ ვიტყვი ნამდვილად, მაგრამ ძალიან ცნობილი ქალბატონები ვიცი მე. მაშინ იყო ძალიან მოდაში ცხვირის ოპერაციები. მოდაში რა სხვა ალბათ დიდად არც ოპერა. ხო, ნუ წოპე აკეთებდა. და გაგეთქვა წოპეს თქოს იცი. ხო, მაგრამ ძალიან ისე უმნიშვნელოდ ზოგი იკეთებდა ამას რომ ხო, ოდნავ, აი კონჩიქს რასაც ვეძახით, აი ამას იწევდნენ. ხო, ოდნავ იწევს. ხო, აი ამას ოდნავ იწევდნენ. კეხი მოხსენით? ხო, ნუ ეს უკვე სერიოზული ოპერაციაა. რატომაც არა? რა ვიცი მე. რატომაც მამან ცხოვრებაში ფოტოშორის ახლა რეკლამაზე ეკამ რა თქმა უნდა არ ვიტყვი, ერთ ისეთ ქალბატონზე მითხრა რომ აი ეს ცოტა გაკეთებული ქონდაო რომ პირი დავაღე მე არ ვიცოდი ეს ამბავი ისე ჭორის დონეზე მე ჩუმად გეტყოდნენ რომ აი იმას საქმე რაშია იცით გოგოებო რომ ისე წინ წავიდა ახლა პლასტიკური მედიცინა კოსმეტოლოგია რომ ძალიან ხშირად ისეთი პროცედურები არის უკვე შემოსული რომ ხშირად ქირურგიულ ჩარევასაც ცვლიან კი აღარ საჭიროა. აღარ საჭიროებენ და ის უცნობი სიტყვები ბევრი რომელიც პირველ ბლოკში ჩამოვასახელეთ ჩვენ მოვიწვიეთ ახლა სტუმარი პროფესიონალი სასწაული დერმატოლოგი კი რომელიც აგვიხსნის ყველაფერს და ძალიან მომწონს თვითონ დასახელება ამ ყველაფრის ის მოგუყვება როგორია სახის კანის მოვლის პროტოკოლი აბათელია ამ ერთი სიტყვით ძალიან მომწონს მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი დერმატოლოგი ქალბატონი მაია მამალაძე რომელიც ამ პროტოკოლში გაგვარკვევს. სალამი ქალბატონო მაია. ესე იგი ჩვენ თუ ქაოტურად და ბებიების, დედების და ბაბუების მეთოდებით ვცდილობდით რაღაცა სილამაზის მოპოვებას პირველ ბლოკში, პროტოკოლით მობრძანდით თქვენ. ესე იგი, უკვე პროტოკოლიც არსებობს მოვლის. არსებობს პროტოკოლი, ეს არის გეგმა, რომელიც ექიმა უნდა დაუსახოს პაციენტს. ყველაფერი არის გაწერილი პროტოკოლით. ყველა ამ პროცედურას აქვს განმეორებითობა, სეზონურობა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ასაკი უნდა იყოს გათვალისწინებული პაციენტის, სურვილი პაციენტის, როგორ ხედავს ის ამას. და უნდა იყოს ეკონომიური. ანუ მისაწვდომი ეკონომიური არ გამოდის ეს ბალანსი ეკონომიური. რაც ეკონომიური. მაშინებს სიმართლე რომ გითხრათ, აი ეგეთი პროცედურების განხორციელებისგან თავს რატო ვიკავებ, რომ მგონია რომ იქიდან გამომდინარე რომ ესენი ამით ესე ვთქვათ კეთილდღეობას იძენენ თვითონ ადამიანები ვინც ამას აკეთებს მგონი რომ ზედმეტს ავალებენ პაციენტს ხო ანუ ფერად უფრო მეც და პაციენტი იმის მაგივრად რომ პირიქით ასაკეთა იყოს უფრო დიდს გავს იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქ ეს ყველაფერი სახეზე აი ამისგან როგორ უნდა პირველი ეს გვასწავლეთ როგორ აი ეს ზომიერება როგორ დავიწყოთ ეს არის ექიმის კვალიფიკაციაზე დამოკიდებული და ექიმის რამდენად უყურებს ამ საქმეს როგორც ბიზნესს თუ როგორც შემოქმედებას. აი მე ძალიან რთულია ალბათ განდოს თავის სილამაზეს. იქ ძალიან ზომიერი ჩარევა საჭირო. საერთოდ თვლი რომ ექიმი უნდა ხატავდეს, როცა კონტროლ პლასტიკას კიდევ ეს ფუნჯია ყველაფერი რაც ხელში გიჭირავს. და წვეტიანი ფუნჯი. ხო, მაგრამ ფუნჯი საფუნჯი და ნემსი, იმიტომ რომ ხშირად აი ეს პროტოკოლის დიდი ნაწილი ხო ინექციებს გულისხმობს საკუთარ თავში. ინექციები არ უნდა იყოს ძალიან ხშირი და
საშუალოდ გაწერილი დროში. ამას ყველაფერს თავისი პროტოკოლი აქვს. თითოეულ ბრენდს თავისი პროტოკოლი აქვს, რომელიც ექიმმა უნდა დაიცვას. დერმატოლოგებს კიდე ვიცით რატო უჩივიან ხოლმე ესე ბრჭყალებში ვამბობ, რომ თითქოს მხოლოდ რამდენიმე გეგმა აქვთ ასეთი და რაღაც ეს კონვეიერული სისტემით ყველა პაციენტს უნიშნავენ ერთი და იგივე პრეპარატს, პროცედურას და ასე შემდეგ. პაციენტის ჯანმრთელობის და მიუხედავად კი კანზე რაც აისახება, ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ორგანიზმში. ზოგადი მდგომარეობა ჯანმრთელობის ყველა პროცედურას აქვს ჩვენება და უკუჩვენება. ეს ექიმმა უნდა შეაფასოს თლიანობაში. ზოგჯერ პაციენტი არის ცრუ მოლოდინში, გადაჭარბებულ მოლოდინში, უნდა დაარწმუნო, რომ ეს პროცედურა არ მისცემს იმას, რასაც ის ელოდება. კონსტიტუციას არ მოაკლებს. რა თქმა უნდა, არ არსებობს. ქირურგია მაინც შეუცვლელად რჩება. კი, დროში ხდება. გადავიტანოთ მოგვიანებით. ბიოლოგიური დაბერება არ უნდა ემთხვეოდეს ქრონოლოგიურ დაბერებას. ეგ არის ზუსტად ყველა ამ პროცედურის მიზანი. ერთი შეკითხვა მაქვს. აუცილებლობა თუ არ არის, ან რა შემთხვევაში არის ხოლმე აუცილებლობა, ვთქვათ, 30 წლამდე, 35 წლამდე არის საერთოდ საჭირო შეყვანა ინექციები? ინექციური მეზოთერაპიაზე მეუბნებით თქვენ და პირველი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, 25 წლიდან იწყებს ზოგადად კანი დაბერებას. წყლის დაკარგვა ხდება იქ გამოშვება. არ არის აქტიურად. ასაკობრივი შეზღუდვა ამ პროცედურებს არ აქვს, მაგრამ გააჩნია რას ითხოვს პაციენტი. აი აგვიხსენით რა არის მეზოთერაპია. ეს მეზოთერაპია, ეს არის ინექციური მეთოდია გაახალგაზრდავების და არა მარტო გაახალგაზრდავების, ზოგადად დიდი მცნებაა მეზოთერაპია და მედიცინის ბევრ სფეროს მოიცავს, მაგრამ ესთეტიკურ მედიცინაში რაც გამოეყენება, ეს არის მიკროელემენტები, ამინომჟავები. ანუ ეს არის ნემსი, ტექნიკა არის შეყვანის. აი დაწვრილებით გვინდა რომ ვიცოდეთ მეზოზე მივდივარ, რა მელოდება. წვრილთავიანი. პლაზმოლიფტინგის პროცედურას ვატარებთ. ხო, სწორია, სისხლია ფაქტიურად და რაღაცა ეს არის საკუთარი სისხლით გაახალგაზრდობა. მაშინ და ამაზე ვისაუბროთ, ხო? მოყვეთ, როგორ პლაზმოლიფტინგი ეს არის საკუთარი სისხლით, ეს არის PRP ტექნოლოგია. თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმით გაახალგაზრდობა. მინდორობა მოყვებით, მოვიძრაოთ თქვენ. ტექნიკურად ხდება სისხლის ადგილმონაცვლეობა, ჯერ ვენიდან ხდება აღება გარკვეული რაოდენობის სისხლის, ცენტრიფუგირება ხდება, ფრაქციებად დაყოფა. დიახ, ამის შემდეგ ხდება ან დამატება, ან არ დამატება აქტივატორის და ხდება მერე მეზოთერაპიული ტექნიკით შეყვანა გარკვეულ უბანზე. პლაზმას აქვს რეგენერაციის უნარი, ანუ გაახალგაზრდობა, გამყრევება, ფერის შეცვლა. აი, ქალბატონო მაია, გადავსდი 25 წელს მე რახარია. და მაინც ვერ გავიგე, პლაზმოლიფტინგი უნდა გავიკეთო, თუ მეზო, თუ ბიორევიტალიზაცია, თუ აი რა უნდა გავიკეთო? ეს უნდა გადაწყვიტოს, დიახ, ეს უნდა გადაწყვიტოს პროფესიონალმა. არ არის აუცილებელი პირდაპირ დაიბომბოს კანი ახალგაზრდა მით უმეტეს. რა ბომბაში რა იგულისხმება? რა არის აი, კარგი კითხვა. კანის ანალიზი, რომელსაც რა თქმა უნდა, დიაგნოსტირება ხდება. ახლა ყველაზე ძვირიან აპარატურას ჯობია გამოცდილი ექიმის თვალი. აი, ორი ფანტასტიკური ანამნეზი, გოგონა ყავს. მე შემოვედი თუ არა მივაქციე ქალბატონის კანს ყურადღება. აქ ეხლა ძალიან დიდ ბოდიში მოითხოვ, მაგრამ სახლის ნიღბები არ იქნება საკმარის სამწუხაროდ. მე ჩავატარებდი ფრაქციულ აბლაციას. ეს არის მარტივად რო ვთქვათ, ღრმა პილინგი. აპატიოს პროფესიონალებმა ფრაქციული აბლაცია კანის აორთქლებას ნიშნავს. ანუ ნაჭდევები, რა თქმა უნდა, ნაჭდევები, რომელიც დატოვა აკნემ, პოსტაკნია ხა სახეზე, ყოფილი ცხიმიანი კანია. ამის წაშლა შეიძლება წარმატებით. მაგრამ აპარატით ხდება? აპარატით ლაზერული თერაპია ესა, აპარატით ხდება. ეთკინება გოგოს? არ ეთკინება, იმიტომ რომ ხდება წინასწარ მომზადება, ანესთეზია ხდება, აფილოფილი. რას ფიქრობს, მაგრამ მე პირველი კითხვა გამიჩნდება და რა ჯდება, ხო? ეს პროცედურა, რა ასეთი იმედიანი პროგნოზა. ვის როგორი ფასი აქვს დადებული და როგორ აქვს შეფასებული პროცედურა. აი ეს ინდივიდუალურად. ყველა კლინიკა თვითონ წყვიტავს და ბევრს არ აქვს ეს აპარატი, იმიტომ რომ ძალიან რთული ტექნოლოგია, ლაზერული და რთული ტექნოლოგია, ახაც არ იქნება. მაგრამ დრო რამდენი უნდა და 20 წუთია პროცედურის ხანში. შემდეგ აღდგენა ხდება, აი დაუნ ტაიმს მეკითხეთ, სახლში ჯდომის პერიოდი. ეს არის 5 დღე მაქსიმუმ.
მაქსიმ ეს ახალი ტექნოლოგია და ამიტომ შემცირდა ეს რეკონვალესცენციის პერიოდი. ანუ ერთი თუ ელოდებოდნენ სრული აბლაციის დროს ფრაქსელი იძლევა ამის საშუალებას. და ეს 5 დღე როგორ გძნობს თავს? 5 დღე დისკომფორტია, შეშუპებულია კანი, გაწითლებულია. პირველ დღეს არ ჯერავს ქალბატონს, რომ ეს როდესმე დატოვოს მის სახეს. რა თქმა უნდა, მეოთხე დღეს უკვე სქრაბით იბანს პირს და სრულიად ახალ კანს ხედავს სახეს. და ეს ხდება ესე იგი ზედა რაღაცა ფენის მოხსნა. გარკვეულს კონტროლირებადია, რამდენი შრეც გინდა იმდენს მოხსნით. ეხლა როცა ლაქა ის ბაზალურ მემბრანაზეა და პრაქტიკულად 5 შრეს, მე-5 შრამდე ჩადიხარ რომ მოხსნა ეს ლაქა. მე დაუშვათ ჭირდება იგი, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ცუდი არ არის. უბრალოდ აი დაუშვათ მე რა მჭირდება, სადღაც 30 წლის პერიმეტრში ადამიანს რა პროცედურები სჭირდება. უფრო მეზოთერაპიული კოქტეილები პილინგები ახლა არის სხვათა შორის სეზონი და ეს არ უნდა გამოტოვოს არც ერთმა ქალბატონმა. რომელი პილინგი ჯობია? აი მე გლიკოლის მჟავა მომწონს, მე არის ხელის მჟავები, ძემჟავა პილინგებიც, ისიც შეიძლება ფიტინის პილინგი არის, ისიც შეიძლება გამოიყენოს. პილინგი თქვათ, გავარკვიოთ, ვინც გვიყურებს და არ იცის, მე ზუსტად პილინგი არის გაწმენდა, ხო? პილინგი ეს არის ხილის მჟავით აკერცვა კანის მჟავას აქვს ეს უნარი რომ მოკერცილოს ზედაპირი. ხილის, რა თქმა უნდა, კლეოპატრას დროინდელი პროცედურა ხილის ყურძენი შეიცავს. ბნელი რო იყო ხალხი. ბნელი რო იყო. იდიბოდი ჩემს კიდეც გამოიხედ. თქვენ გაგიკეთებდით იგივეს, ოღონდ უფრო დაბალი სიხშირით. მოვალთ მაშინ მე და კი ბატონო, თქვენთან შეიძლება პილინგების სერია ჩატარდეს და მივიღოთ იგივე ეფექტი, მაგრამ როცა უკვე ხანდაზმული პოსტაკნია, იმაზე უფრო ეფექტური პოსტაკნია, თქვენ არა გაგვიგე. იქნებოდა ძალიან ეფექტური. მანამდეც სჭირდება კანის მომზადება და შემდეგ რეაბილიტაცია. ლაზერით ხსნით, მეზოთერაპიით აღვადგენთ. თუ გაიგეთ, მე მოხვალ ჩვენთან და იქნება სახეზე შეიძლება. გეუბნებოდით მე თქვენ რომ ეს კანის აცლა კარგია მეთქი როგორ. ძალიან კარგია. ძალიან ბუნებრივი. ვიყვანეთ რა არის პირველი საფეხური და საითკენ მიდის და რა ასაკში იწყება ეს პირველი საფეხური. ასაკობრივი შეზღუდვა ამ პროცედურებს არ აქვს. თუ გოგონა 18 წლის არის და მზეზე დაიწვა იმ კანს ხომ უნდა აღდგენა. ანუ ასაკობრივი სამკურნალო პროცედურები ეს მარტო სილამაზისთვის არ არის შექმნილი. და ამით შესაბამისად პროფესიონალს თუ მიმართავს ის სწორად წაიყვანს სამკურნალობის. აი გამიგია ფრაზა რომ აი ბიორევიტაცია ეხლა რომ გავიკეთო 40 მერე რაღაცა გავიკეთო. არანაირი მსგავსი არ ხდება ყველა ამ კოქტეილებს და ცნობილ ბრენდებს უკვე აქვს ასაკობრივი კოქტეილები. ანუ 20 წლამდე რა შეიძლება გაკეთდეს, 20-დან 25 წლამდე, 25-დან 35. აი ჩვენ რა ვიცოდეთ, შეიძლება რომ მე ვყოფი ვარ დაწესებულებაში და ალბათ არ აქცევენ ყურადღებას, ვერ გეტყვით, მაგრამ თავაზობენ რაც გინდას. აი ამას თავაზობენ, რაც შენ გინდა და მე რადგან არ ვიცი რაც მინდა, ამიტომ აუხსნა პაციენტს. რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ დერმატოლოგებს, რა პროცედურები, რისი გათვალისწინებით. მოუხდა ჩემ და ქალს არ ნიშნავს, რომ ძირითადად ასეთი შეკვეთით მოდიან. ყველა ინდივიდუალური მიდგომარი ყველასთან საჭირო, ამისთვის ჩვენ სამახსოვროები შევქმნით ესეთი ვატან სახში რა გაიკეთა, რა ზონაზე გაიკეთა, როდის გაიკეთა, ვინ აგებს პასუხს ჩატარებულ პროცედურაზე. იმიტომ რომ ექიმი დამდგარ შედეგზე პასუხს აგებს ექიმი. და აქვე ესეთი შეკითხვა მაქვს, მაგრამ მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს იქვე გვანცას. მეზო მაგალითად, აი მეზოთერაპია ხო, რომელიც როგორც მე ვიცი, ეს არის კოქტეილი, სადაც შეიძლება შეიყვანო ვიტამინი, ჟანგბადი, მიკროელემენტი. შეუძლებელია რომ ვინმესთვის მავნებელი იყოს ან ცუდი. რა თქმა უნდა, თავისი არსით ნამდვილად არ არის მავნებელი. თუ გარკვეულ კონკრეტულ პროდუქტზე არ აქვს ალერგია პაციენტს, ეს უნდა გამოკითხოს ექიმი. და აღდგენითი ისიც არ ჭირდება სახში ჯდომები, გაიგეთ, გამოდი წადი სამსახურში. არის ალტერნატივა უნემსო მეზოთერაპია, ხა ეფექტურობით ნამდვილად შეიძლება ინექციურს, მაგრამ ვისაც პანიკური შიში აქვს ინექციის, აქვს მას თავისი პლუსები, არ არის ინვაზიური, არ არის მტკივნეული, არ აქვს პირდაპირ შეუძლია სამსახურში. ეს აპარატული კოსმეტოლოგია და დიახ კოქტეილი იგივე არის გამოყენებული. მე არ ვიცი რას ნიშნავს ბიორევიტალიზაცია მართლა და ბიორევიტალიზაცია ეს ამისი დაყოფა ევროპაში არ ხდება. ბიორევიტალიზაციაც მეზოთერაპია და ის კოქტეილების შეყვანაც რატომღაც საქართველოში ჰიალურონის მჟავის შეყვანას ეძახიან ბიორევიტალიზაციას. ყველა ეს მეთოდი ბიორევიტალიზაცია ბიოლოგიურად გაბრუნებს. ბიოლოგიურად აბრუნებს? დროში გაბრუნებთ. ანუ კლასელი რო გნახავთ, ვერ უნდა გიცნოთ უნდა და თავს რომ მე პირიქით
ისად გამოიყურებით. სკოლის ფოტოებს რო აიღებო, აი მას უნდა გავდა. ანუ თავის თავს უნდა გავდეს ქალბატონი. ინდივიდუალობა არ უნდა დააკარგინო და ერთ მატრიცაზე არ შეიძლება ყველა სახის აწყობა. ჰიალურონის მჟავა, მართლა ესეთი პანაცეა, მე ვგიჟდები. ჰიალურონის მჟავა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად ჩვენი კანის შემადგენელი ნაწილია, ჰიპოალერგიულია, პოლისახარიდია და მას არ აქვს ანტიგენის თვისება, ანუ ცილას არ შეიცავს და მით უფრო ხარისხიანია ჰიალურონის მჟავა, რაც უფრო ეს მინარევები ნაკლებია მასში, ანუ ცილოვანი პროდუქტი. რაც შეიძლება ალერგიის მიზეზი გახდეს. ჰიალურონის მჟავა 1 ტონა 5,000 ევროდან 120,000 ევრომდე მერყეობს ფასი. ტონა? აი თქვენ დიახ, 1 ტონის. 1 ტონა ჰიალურონი. დაქსავდით. აი ადამიანის მოიხების ფოტოებს არის ძვირიანი. ანუ ერთი შეკითხვა მაქვს, აი მზის აბაზანებზე რას გვეტყობთ? მზის აბაზანები უნდა იყოს კონტროლირებული და დერმატოლოგის კონსტატაცია აუცილებლად უნდა გაიაროს, ვინც აპირებს მის გამოყენებას. მე არა ვარ უარყოფითი შეხედულების, იმიტომ რომ მზის აბაზანებს ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუნდაც D ვიტამინის სინთეზის და ქალბატონები ვარ და ჩვენი ხერხემალი არსებობს D ვიტამინის სინთეზის ხარჯზე და ბევრი დაავადების, ოსტეოხონდროზი, ოსტეოპოროზი, რაც ასაკში ჩენს თავს, შეიძლება განიკურნოს აკაც პანაცეა არის დოზირება. დოზირება და რამდენად სწორად არის ექსპლუატაციაში აპარატი. ანუ დროულად უნდა გამოიცვალოს ნათურები, ფილტრები არ უნდა იქნას მოხსნილი. სოლარიუმზე საუბრობთ. დიახ, სოლარიუმებიც არის და პუა აპარატებიც არის, ის უკვე ფსორიაზზე, დერმატიტებზე. აი რამდენი უცხო სიტყვა უნდა გაგვინვარტოს კიდე ექიმა, უამრავი და ჩვენი ექიმი რჩება ჩვენთან, სტუმრებსაც ვთხოვთ რომ დარჩნენ, იმიტომ რომ კიდე დიდი ჩამონათვალი გვაქვს პროტოკოლში, ასე ვთქვათ. და ასევე რეკლამის შემდეგ გაგანდობთ რას სიურპრიზ გიმზადებთ სხვა შუადღე ნიჭიერის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა აღმოჩენასთან დაკავშირებით ამალიას გულისხმობ. ასე დაგვალოთ.